სულაც აღარა მაქვს. მოგესალმებით ხალხო ვაიმე. წადი ჩართები შუქიდე. ჩაურთე, მოგესალმებით ჩემო თბილებო და დამაწყვიტა ნერვები და არა უშავს გამოსწორდება ის ტელეფონს. ვაშლი და ისა გვაქვს. შოკოლადის ისა ზესუმზირე კიდე. როგორ ხართ რა ხვდება თქვენსკენ კარგი და ხალხნო რო შეკპერდით შუებით მოვალთ მეთქი და შუებს გამოვაცხო მეთქი. რა უნდა გაგაცინოთ მე ხო გავთიბე ის თიბავდი. ეზო ქვევით ეზო. და ეტყობა დამეჭიმა უკან კუნთები ხო დღეს მთელი დღე ძლივ დავდივარ. ისე მტკიო დაჭიმული მაგ მთელი რაკენდე. იქ არ ჩაერჭო ეტყო მეორე მხარეს ჩაარჭედე. გაია. იგიც. გამარჯობათ ხალხო. და მოვედი ახლოს. მტკივა ის რა ქვია კუნთები. აი ზემოთ. ათი. პრემაში მტკივა. აზა. ამოსულყაზე არ ვიცი. შუცივდა. ხო და ის არის. ფეხზე დგომის თავი არა მაქვს, აი ძლივ დავალაგებ აკაობას. ფეხს ვითრევ ისე, მაგრამ მტკივა. კედი კუნთები და წესი დღეს შუ უნდა ყოფილიყო. ხო, მაგრამ ვერ მოვედით დიდი ბოდიში. გვაპატიეთ და ხვალ. ესე ხო აღარ მეტკინებს, სულ რომ მეტკინოს მაინც დავლე დღეს მთელი დღე სვამ იმას რა ქვია. გიორგის ბოთლები ჩანს უშრუნოთ და იგა წეცოთ. ისა ლიმონათი და ლიმონათი და ისადებს რა ქვია ხალხო. ტელეფონი არ გადაგივაგდეს ნაპირში რო გიდებს. ნაბეღლავი და ფატა ნაბეღლავი დეს გვერდზე და წეგან მოიტანა გიორგიმ და უდავისხა ცოტა და დავლიო. დაისხა ნელა საწადუმისნი რა შოები შევღარ ურები და ეკრია ჩემი საქმე ბალიში არ მაქვს ხალხო აპეთქებული ისე არის გაჩეჩილი. რა უნდა გითხრა ჰა დღე კომენტარებში მეც დავიარე ხალხო ვერ მოვძებნეთ ის კომენტარი. ხალხო დღეს წესით კიდე მინდოდა იმის ჩაწერა რა ქვია რაღაც თემის. არც ვიცი რა თემა აღარც მახსოვს. დავსკრინავ თქო რო არ დამავიწყდეთ ხო. ვეღარ მივაგენი. არ ჩანს არც ეს მხარეს. გადავაქოთე მთელი კომენტარები დავიარე იქაც შევედი აქაც აღარ არის. არ ჩანს. ნუ და გვაპატიეთ დიდი ბოდიშით. იქნება რომ დისღაც წლების მერე ამომიგდო და მე ჩამწერო. და ეგრეა ჩვენი საქმე ხალხო და ვერ მოვედი შუებით. ძლივ და აი რომ დაგანახათ ჩემი სიარული ასაშობია. ვერც ესე ვიქნებ. წაღან მაღაზიაში წავედი და რამის ბუგარობზე დავიმტვერი. ეს წამოვედი. ჰა ბუგარობს წამოვედი. ერთი ფეხი გადავაბიჯე და მეორე ფეხი იქით დარჩა ბუგარობის მხარეს და გადმოვაბიჯე ფეხი ისე გავიარე ვითომც არაფერი. დღეს მე და დედა ჩემი გადავედით იქით აფთიაქში და ძაღლს მოვქონდა ქათამი სადღაციდან. ხო ისეთ შემოხედა ძაღლმა. რო გეგონება მე მიმქონდა პირით ქათამი პირიქით იმას კი არა. პირიქით ჩემი ზე გადმოიტანა. ხალხო ეგის აი ქათამი მგონი იმაშვება და რატო საიდან მოქონდა ის ქათამები ვერ გავიგე რა ვიცი. ისინი იყო ბროილერები მგონი. ხო პატარა. დარი ბროილერები პატარები. ტობა მოუკვდა ვიღაცას თითოეულა და ერთი ლიბრეს თან ჭამდა ერთს აქეთ მოქონდა მორბინინება. ხო და ეგრეა ჩვენი საქმე. დავდიოდით ართაბათას. და მაღაზიაში ვიყავი ხალხო და მაღაზიაში წავედი კიდე. მეორედ. მზე სუმზრია უნდოდა და
გეგონება იქით მზესუმზია არ იყო. მე რა ვიცი. სოლარი იქითაც არის. ჰა? სოლარი იქითაც არის, ხო? ო, კი. მე სხვა მზესუმზიას ვერ ვეგუები. ვერც მე. სოლარი ყველაზე ნაღდია. ხო და წავედი ეგრე. რა ვიცი. ხალხო წინასწარ არ მინდა თქმა, მაგრამ მე მგონია დავიწყან დედა ჩემი იძახო და წელსწავალს მგონია რაჭაში. და წამოვა რა იცი? მე მომთქვა. 3 წავიდეთ. რამდენიმე დღე ეს ტიპია. გონ საკმარისი იქნება. ან ორივეა. გავაკეთოთ აქ. ეს სიკვირა ხაერი გამოიცვალო ცუდია. თუმცა რა ვარი ხაერია. თხილად. ნაზათაი. ნუ ეგრეა ჩვენი საქმე. ნახე გუშინ წინ დავიბანი ხარხო თავი და დღეს უკვე ისამა კუყურე ცხიმიანი რა უშველო რა შამპონი დავიბანო რა საპონი დავიბანო ვეღარ გავიგე რა ჩვენი შამპონი გვაქვს და რა გაგიცხიმიანეთ მე ისე არა მეცლება დედა რა ვიცი რატომ უშვება ესე რა ვიცი აჰა უყურე ალბათ თმისიმა კანზეა ეგ დამოკიდებული რა ვიცი რა თვი შეგძნება ახალ ხალხს გონია არ დაგივანია მთელი წლებიო რა გეგონება ზეთი გადაიშვ თავზე შენ მოგე მე აღარა მაქვს სოციალურ შენ თმას მაგრამ მოუხდა ის შამპონი ო სხვათა შორის ისიც თვის კარაქია თუ ის არის აქვია ნიღაბით მის რა გენდედა ტბილი იტკინე ჰა იტკინე რა ქენ რამდენი ხანი აღარ იტკინია და რა ქენი გიორგი დალიე წამალი მიდი ილკინზე მოგიხდა რა ცუდია რა ეს კბილისისა წყალი იმადერა წყალი დალი მიდი კბილი ეტკინა ისა კბილი კბილზე მოუხდა და კბილი მომიხდა კბილზე და მეთკინა ნელა ჭამს ოპერასაშუება უცბად რაღაცნაირად დაილაპარაკა და კბილზე ხო დაერტყმი მოყანდა წამლებს მეტი რა გვაქვს მიდი ტელპარგინის დალიედე ან ისა მოგეშვა ცოტა ჰა უცბად იცის რომ დაარტყამ კბილს და მე გაგიჟუილებს აი ანცარა იყო ამაშიც რო დავიდე ხელს მტკივა ნუ კოლო თლიანი ყვა მოსაღლეჯი ნახევარი ჰა ხანა წვიმს ხან სიჩ შენ ეხლა სადაც არა ცხელა სერიოზულად სახში რა ხო ეცაღა მაღაზიიდან რომ მოდიოდი იქიდან ისეთ შავი ის მოდიოდა ბოლი თქო რა ქვია ღრუბლები რო რა ვიცი თბილისში იმ დღეს სეტყვა ყოფილა ხო ნანუტას იმაზე იყო რა ქვია არხზე მარშრუტკაში იჯდა თუ სამარშრუტო ტაქსში
რა ხარ გავდიოდა იმით. ავტობუსში მგონი. უსად იჯრა რა ვიცი, რაღაც იჯრა და. და რა ხარ უხდა ავტობუსს. ზოგი მანქანასაც აფუჭებს ეს სიტყვა. კი. ჟეშტს. მithumetes ახლანდელი მანქანები ხალხნო. თიც მიედება იღუნება. და საბჭოთა მანქანები რო იყო, რა ამხელა ის ქონა. იმა ჟეშტს იმხელა ბრაგუნი აქ ხოლმე რო რა ვიცი. რაღაცა ვლოგი ჩავთევით, რა ვლოგი იყო ხო მგონი ისა. რა ვინ არის აღარ ვიცი, აღარ მახსოვს. რაღაცა ის იყო და ავტობლოგერია ის ბიჭი. ხო და ის არის ავტომანქანა ყავდა იმის რა ქვია. რა იყო ის წონი მანქანა რომელი იყო? ნოლსემი და ის იყიდეს რა ქვია. ის ყავდათ. ზაპო არა და მეორე. არ ვიცი რა მანქანები. აიმე. მოსკვიჩი. იმნაირ მაგარი ჟეშტი აქვს ამსისქო. რო რა ვიცი და ეხანდელ მანქანეებს ერთი თითის მიდება და უკვე ჩაღუნულია. წესერად კარები რომ მიაჯახო შეიძლება ჩამოვარდეს. ჩაოიღო. მოიღუნოს ასე დეფორმაციას გაიგო. მე ვიცი ხოლმე იმას. ქვია. ტაქსიდან რო გავდოდი ვარ, ფირმა მანქანა ხო არის, კარგი მანქანა და მე ვიცი ხოლმე ისე მივაჯახურებ. იცი როგორ შვები. ესე ახლოს კი არ მივწე და ისე კი არ მივაჯახო. კაუშე პიდაბიდე მივაჯახუნე ხოლმე. ხოდა ეგრე ძლივს გადავახწიე ცენტრამდე გადმოვახწიე ძლივს და მე აქეთ მოდიოდა ჩვენ მხარეზე ტაქსის ბრძოლი და ვიცნობთ იმ ადამიანს და ხორმესი მადლობა კიდევ ერთხელ გაგვიჩერა მანქანა. თქვენ მხარეზე მივდივარ ვარ წამოხ. ჯერ ხო ძლივს ავწიებ ეხი ჩვენ ტკიო და ისა კუნთი. და ძლივს იმას ვქენი რა ქვია. სანამ არ გამივლის ალბათ რა ვიცი მე დღეს ნაგვის სასახების ცოცხი რო დავგავე პოლ ის იატაკები ნაგვის სასახებზე დაბალი ნაგვის სასახები მაქვს აქანთაზი უბრალოდ ძლივს ვიხრები რაღაცა მჭირდება და ჩამივარდება ძლივს ვიხრები გადამამუშავე როგორ გადაგამუშავთ ია გადამამუშავე წერია ზონა როსა ბოთლს მე წაიღო და გადაამუშავე რანაირად დღის გააკეთები რა ვიცი მე ვიცი ის უნდა იყოს ბოთლების ჩასაბარებელი ადრე იყო მაკულატურის მსგავს მაკულატურაც იყო ადრე ჩასაბარებელი აი როეულები და ისინი ჩამი და ნაწერებიანი წიგნები ძველი წიგნები ხო ბევრი ჩამიბარებია ის აღარ დაგჭირდება ახლა ძველი წიგნი ის არის ბოთლები შუშის სხვადასხვა ფასი ქონდა დავაგროვებით მქონდა გონი 5 კაპიკი ყიდა ბოთლი თუ რაღაცა თუ 20 კაპიკი აღარ მახსოვს ზუსტად მაღაზიაში მიტანდი უგან და უკან ფულს გაძლევდი ბოთლებში ისე კი არ მოქონდა ისე კი არ აბარებდი ხოდა ფულს მიცემდი ჩააბარებდა საზღვარგარეთში ხო არის რაღაც რო ყრია რომელი რაღაცა ქვეყანაშია ხო ევროპის ქვეყანაშია რომელი რაღაცა კაპიკები ღეს მე რა ხო ცენტები ღეს რაღაცა ხოდა აჰო ცენტები ღეს გიორგი მაგრამ ახლა რო ჩააბარებ მაინც ნაგავში მაინც არ მიდის და უაზროდ არ ყრია ბოთლები და რაღაცეები და ისე ჯობია რომ ჩააბარო და
ახლა 2 ცენტიც რო აიღო და 1 ლარიც რო აიღო, ერთი რამდენიმე ბოთლჩა 10 ევრო რო აიღო და დოლარი ან ელემენტარული რა, ცუდია. უბრალოდ გარემო არ ნაგვიანდება. ხო. ორნამდე მიტანა არ უნდა ზოგს. ერთხელ არ გახსოვს. მანქანით რომ მივდიოდი და მანქანით რო მოდიოდა ვიღაცა და ესე რომ გადმოიქნია ბოთლი. და ესე რომ ჩამიფტუილა. საუშაოზე მივდიოდით. ესე ჩამიარა სახისთან ბოთლმა. პირდაპირ. აი, კიდევ კარგი არ მომხვდა. კიდე იმ დღეს ქუჩაში მოვდივართ, სასაფლაორო დავალაგეთ ხალხო. არ გითქვია, თუ უთხარი ძალიან მახსოვს. და ქუჩას ვიღებდით. არ გითქვია ხო ეგ. ხო და ვიღაცა მანქანით გაჩერდა მანქანა, გადმოვიღა და ვიღაცა ნასვამი ადამიანი და ყვირის გადამიღეთ უბრალოდ ის ამოჭრა გიორგი მე მგონია. ხო? მუსიკა დავადე უბრალოდ. ხო. იმის ხმა არ ყოფილიყო. იგინებოდა რაღაცებს აკეთებდა და არ მიდოდა რომ გინება დამედო, დაბლოკავდა მაინც. ხო და შეურაცხყოფა გადმოვარდა ისე გინება, ულტიმატური სიტყვები არ მივაქციეთ ხალხო ყურადღება. გამოვიარეთ და წამოვედით, ის ბიჭები გადმოვიდნენ. ძოლი და კიდევ 3 ბიჭი იყო, 2 ბიჭი იყო უკან. ხო და ის ბიჭები გადმოვიდნენ და რა გინდა ძმაო, რატო იმაშვები, რაც გიშავებს. ჩაეგდე ახლა მანქანაშიო. ჩაატენეს მანქანაში და წავიდნენ. ადამიანი როცა დალევის არა გაქვს ადამიანს ნებისყოფა, ნებისმიერი და შენი სასმელი ეგრე შარზე იყო ვიღაცა. უმსგავსოთ რაღაცას გაკეთებიეს ბრალიან და უბრალოდ სხვათა შორის ზოგი ძალი ეძებს შარს. ხო. ეს ზოგი მაგალითად ჩემს ადგილას არ მოითმეს. მიუბრუნდება, კარგად თაყვას გაუერთიანებს გემრიელად. და მე იმას იზავს რა ქვია. დამშვიდდება. ხო და არ შეიძლება. კიდე იმის არ იყოს რა გაცინებს. შიშით ქუჩაში ხმა ვერ ამოგიღია, ვერ გაგიღიმია. ხო. ვერაფერი გითქვია. შენ ნასვამი ხარ, ხო? ღმერთმა შეგარგოს კაცო, მე იმას არ მოვიძახი რომ ადამიანმა ნადალიოს და შეირგე რა. ხო, აი რატომ ის ვიღაცა სატო უნდა ავნო შენი ეგრე იმასაშვება გაპათოლოგებს და იმასაშვება ნუღასვა, ხო? ხო, ელემენტარული ბრალიან და უბრალოდ. ჯერ ერთი იმისკენ კამერა ვაფშე არ იყო მიბრუნებული. მე გადამიღეო. ხო და უბრალოდ არ შეიძლება. საერთოდ ყურადღება არ მივაქციე, წამოვედი და გამოვიარე და წამოვედი. არც კი იმას მიქნია რა ქვია. გვერდზეც არ გაგვიხედია რა, მივხვდით რომ ნასვამი იყო და დავანებეთ თავი. ნასვამ ადამიანს არ უნდა აყვე. ზოგადად არ უნდა აყვე არავის. ეს არის რა ქვია, ისევ შენ გამოხარ დამშავ და შეიძლება შენ უარისში გაგხვიონ საქმეში. თუმცა მაგრამ ცებულება იყო ტელეფონში, მაგრამ მე პატრულს გამოვიძახებდი, ვაჩვენებდი ვიდეოს, რომ ის იყო რა ქვია. გადმომიხდა, დამიწყო რაღაცეები. და მიიღებდა საჯაოს
საჯარო სამართალს მე. ხოდა ზოგადად არც ინტერნეტში უნდა აყო ეგეთ ადამიანს. არც რეალობაში. სიმართლე რო გითხრა. ბნეს და არ ამკითხეს და უნორმალურობს ხო? საერთოდ არ უნდა აყვე. უნდა გაიცინო და გაიარო რა. აზრი არ აქვს. უნდა გააშაყიო იმ შემთხვევაში რა. აზრი არ აქვს საუბარს უბრალოდ. არც უნდა მიაქციო ყურადღება ვაფშე უნდა გაიარო. ახლა იმ დროს რომ ყურადღება მიგვექცია და რაღაცა გვეკა, უფრო მეტი მოხდებოდა და არ იყო საჭირო და ვსიო რა. თავად უმსგავსობა და იმის დონემდე არ დავეშვი რა. უმსგავსობა და სიცოცხლე და ამ პარტაუნობა თვითონ შერჩება ეგეთ ადამიანს. ნერვები არა ამიშლიდო. თორე უცებ გაყრეპიდო. აი გარი ზუსტად. მიძინები იმის და მისხი წყალი რა და სწორად. არა იყო ჩავისხი. ჩავის. გაგრილდიტო. ხოდა ეგეთ. ახლა ჩემს მაისურზე არავინ არაფერი თქვათ. მე როგორ დამცხა? გაიგეთ? მე უნდა თქვას კაცო. ზოგიერთს აქვს ხოლმე რაღაც წიკერი. ხას დაიწყო. მაგრამ თუ იტყვით აი დარდები. ხა მე აღარ დამიძინება. დადი. თოდა. დაიწყოს რა. სულარნა. ის არის რა ქვია. შავიცო რატო გაწვია ვარდისფერ შავიცო რატო გაწვია? ის ხალხო. სქესი რატო იმას აშვებიან რა ქვია. აწერენ მაიდამაიტანსაც მითხარით. შავი მეცქემაცვია ხოლმე და ესე იგი კაცი ვარ. ესე იგი ლურჯი არის ვითომ ბიჭის ფერი. ის არის შავი და ლურჯი. წვანე, წითელი, ვარდისფერი და მსგავსი ისინი რა ქვია, ნათელი ფერები არის იმისი რა ქვია. გოგოს ფერი. ვაი იმის პატრონს ვინც ეგმოიფიქრა. და ვინც ეგ იმას აქნა რა ქვია, ზოგადად. სულელია მაგას. ჰა? ეგეთი მსგავსობა არის სულელი. ხო, ვაი იმის პატრონს. Didn't beglau originali monati. და მეტრავად მაღწობს. დაცხადა იმიტომ. ჩემ ხელა პატო გაჩვია, გაიხადე. ცხელა. ხალხს ლოკინი უნდა ამიტყდეს. ცხა. ვერ გაიხადე იგა. მე როგორ წვრება. თეჩებში დღე გონა ისე. ხო და ის ზოგადად. ეგეთ პიროვნებას არ უნდა მიაქციო ყურადღება ვისაც ეგეთი რაღაცა მსგავსო სიმთვრალე რო აქვს. უმიზეზოდ შეუძლია ის რო შექმნას რა ქვია. სკანდალი და ცუდი სიტუაცია. ყოველგვარი მიზეზ გარეშე. ხალხო ჯერ ჩემი გიორგი ხო არ ასვავს. რა უნდა მოხდეს რომ შემთხვევა შეიძლება დალიოს ახლა ეთუ. მაგრამ სიმთვრალე აქ ისეთი კარგი. ნუ არ ვიცი. დადი მღერის ცინის უმრობს მთვრალი როგორ ისეთი მთვრალიც კი არა ვარ ხოლმე ისე კი არ ვთვრები ხოლმე რომ ემას აქვს რა ქვია ის დაკარგოს ორიენტაცია და თავი დავკარგო დავკარგოთ რა გასაღებია
ხიოს ზონთი გათქვა და დამოვიწყოთ. გარეთ. არა უბრალოდ მე. მე თქონდა ჩავაყოლოთ რა. რა რო გავათავარდებთ. რა თქინდა თუჯი. და ხოდა ეგრეა საქმე. რაზე გაგდედა რა? ბალახი მოგიყვარა, მოგხვდა რამე. ბალახი აქ რა უნდა და ბალახი მე აი. დაინახე. მოიგრილი. არა ეგრე ვერ ვიზა არ დამიშვიდდება მაიმე მეორე ბები ამის. ყველაფერი გავაი ეს ის გახდა. ეს ხომ მორჩა ეს მორჩა ეხლა აქეთ გადავიდა აი კაცა მე გაგიი. აი ხალხნო აი თუ დაინახოთ აი მოიცა მოიდე ისე იფხანს ხალხო მოიგრილი ჯახელი. თუ ხედავთ რა ვიცი თუ ჩანს ჰა აწევოდ გაჭრილი ვაშლი, დაჭრილი ვაშლი, აგერ არის რა? აი თიფშზე ვაშლი მომიტანე. ეს მამალივით რატომ აქ ეს თვალაც მამალივით კი არა, დედა ტყილა გამაცხელები ეს ამდენი ისა. მამალი კი არა ეცი რა მინდოდა თმისაკეთი დავკარგი ხალხო ვეღარ პოულობ რაღაცა იგდება. რაღაცა ჩააგდეთო. ასეთი გინახავთ რამე სახლში რომ ნივთები იკარგებოდეს მე ვარ აგრე დადე, ნე 3 დღის წინ 4 დღე გავა მე მოძები. ნახა ო ხან მე ვნახავ. და კიდე ხალხო სათვალის საწმენდი მაქვს სათვალების მოყვა ხო და იმას დავეძებს ყოველ დღე დავიღალე სად ჭადები ახლა? ჩანთაში მიდოს მგონი არ ვიცი იმ დროს მე დამაბარდა. შენ მოგეცი თქო და შენ მოგეცი და შენ ჩაგიდია ეთყობა შეგინით სადა? ჩანთაში როგორ გიკადრება მე ჩანთაში არ ამიღია მე შენ ჩანთას არ ვიღებ. შევკითხავთ. ორი ჩანთა მაქვს და ერთი ამოვიჩემე უფრო სწორად 3 მაქვს იმას ვერ ვიყენებ ნეროს მიშლის მაქაა პირდაპირ კისერში ჯანი, მადლობა ჯანი. ეგრე რო არ მექნა აჰუ დამემართებოდა ერთხელ მივდივართ ხალხო ქუჩაში და მამაშენმა ხო იცოდა დიდი დაცემინება რაღაც სასწაული. ვაი მე რანაირი დაცემინება იცოდა. და უცბად ვეღარ შეიკავათ და დააცემინა დედა. ხალხი ახტა და დეეცნენ დავლა. ოღონდ ის არის რა ქვია რა ცუდია იმის შეკავებას ცემინების სხვათა შორის ჯობია რომ დააცემინოთ სადაც არ უნდა იყოთ ვიდრე შეიკავთ მე რა სასწაული ცემინა. იმიტომ რომ შეიკავე მთლიანი ყურები იქვავება მეტყვეთეს მე ესე ვიცი ხოლმე ცხვირის სახელის მოჭერა და ლამის ესენი გასკდეს შეიძლება. არა შეიძლება ისიც გასკდეს შეგინით რა ქვია ცხვირში კაპილარები ჯანი. მადლობა ოკეი. დაიწყე მეორე იყო ხალხო დაითვალეთ რამდენზეა ხო და ზოგადად ცემინება ეს არის.
ცხიმ-ცხიმი. ჰა? სემინება. მესამე წავა. აღარა. გადარჩი. კი. მარცხენა ხელი გული მეფხანება ლამჭა. რა ამბავი რა ჭიზა მარცხენა ხელის გულში რა არის? ტილები ხო ჩაგესია. დაიბანე ხოლმე ხშირად დაიბანე მარცხენა ხელის გული. მეფხანება. გაიხეხე. უნდა გავიხეხო რაც მე ხეხავ. სუჭუჭესა ეცაყობე. ხშირად დაიბანე ხოლმე. რა ამბავია? იქ ფული იცი მაგან. ო. სადმე ხო არის პოვი? სადმე პოვი რა ქუჩაში ყრია ფულები. 1.500.000 ლარს. დოლარს ან. გირვან კაცსავა. რომელი გინდა გიორგი? ჰა? რომელი გინდა რო ვიპოვო? რომელი? რომელი ფული? დოლარი. ფრანცული დრამი რა ვიცი მე. დოლარი. ყველაფერი წავა. ყველა ფული. ის 20 ცენტიანები მე მგონა დავყარი და ჩანთა მეორე ჩანთაში ვიდრე. რომელი 20 20 ცენტიანები მქონდა. ცენტები ხო იცი? ევროს ისინი. ევრო ცენტი ხო? მე მგონა დავკარგე და იმაში მქონია ჩანთაში. მე ვიცი ყველაფერს კი ვკარგავდა. და მეტი წილი იმას ვკარგავ რა ქვია. თმის საკეთს. დავიძებ სულ. ო გაჩერდი რა. რაც გინეს. ხველებაში გადადის მეერე. ხველებაში როგორ გადადის სემინა? ეს დრეცვის. ჰა? ადრე თხილები რო ქმნა გაიყო. ხო. მიწის თხილი ქონა. რამდენზე ვარ? 33 არის მგონი. უცადე? ისა ვიყო? 0 პინტი ავიღო. გავარკვევ. 0 პინტი ავიღო და გავარკვევ. 33-ია ხო? გამოვჭდით. მე უყურე სარკეში. ვირა კაია გიოდადე. ვიცადე. ეგ დადი თავი იმაში. რა გაგიგინი დაგულები.
კი არიღებ, მოპატალიმოჩი, არიღებს იგა. იცი შევაშვა გზაზე. რატო? გადატვირთული აქ. დამოწყვიტა ნერვი, მე რა ვიცი. ვერ პოულობ ხალხო. რასო? კომენტარს. აუ რაზე იკარგება ხოლმე ეს კომენტარები ვერ გავიგე კაცო. ალბათ ხალხს გონია რომ ბლოკა კომენტარებს. შლი. არ შლი ხალხო იკარგება ხოლმე კომენტარები ვეღარ პოულობ. კაცმა არ იცის სად მიდის. იცი რა მგონია ხალხო აქ ტელეფონში რო შლიდი რაღაცეებს წაშლილები რაც არის ხო შლი კიდე სადღაც ინახება და ვერ მივაგენი სად და ისწვիր თავს ალბათ სადღაც არის ჩამალული ეგრე იცის მე ჩქმალულია სადღაც მემალებით ხო რო არ წაგშალოთ გამოჩდით გამოჩდით დროზე თორე თუ მოვედი თუ გიპოვეთ და დაგთვალეთ ხო აჰა სიმახლის ღლის მიხედვით დაგაყენებთ იცოდეთ მე სუფაფები უნდა წამოხოლმე რა უნდა ჭამო ფაფები ნანი და ჰუმარა კიდე ჰუმანა თუ ხუმარა რაღაცა გიჟ რა არის ამდენი ჭამე რა ამბავია უყურე რამდენი ჭამეო თვითონ ჩაყარა უყურე ერთი მართლა ხალხო რა გამახსენდა ნიჭიერში ორი გამარჯვებული რატო იყო ვითხარით ეს გამარჯვებები დნე ხოლმე და ეხლა ორი იყო შეცვალეს რაღაცა შეუცვალეს ეტობა რა უბიტურება არის ტომოური სახლი გათამაშდა თუ რა გათამაშდა ორი სახლი გათამაშდა ორი ორ კოშნელმა მოიგო და იმ სტუდიო რაღაც ნია სტუდიო თუ რაღაცა რა იცი არ გუყურებია ვიცი ყურება რა გინდა და YouTube-ში ყველაფერი დევს და იმაში Facebook-ში და TikTok-ში ხოიცით ხალხო TikTok-ში ვირუსულად გავრცელდება ხოლმე ყველაფერი ახლანდელი მაცნიერი იქ რა გინდათ ხალხო საინფორმაციო და ტელევიზია TikTok-ში შედით ინფორმაციას ჩვენივად ნახავთ თან ის რომ მოვარდება რა ქვია იქარს რომ გაერეშონ ხო ეგიდუნაშვილი ტყუილა მარტო უქნევს ჩვენ არ აქვს ჰა ტყუილა უქნევს ხალხს ხელს ქუჩაში იყო და ძალით დაუქნია ხელი ხო და ეგ კი არა მარტო ჩვენ არ ყოლია ეგეთი
აბა რუსიც ვიპოვე. რუსი ეგიდუნაშვილიც ვიპოვე. არა გუშინ. ჰა? იმასაც ის აქვს შებერტყილი არა. ოღონდ ის უფრო კარგად ვღერის. იმას სმენაც აქვს. თუ არ გამღერის ესე იგი გაიყოფი არა უბრალოდ განა სასაცილოა და განა დავცინით არა 100 წელი ჩვენ რა გვეკითხება კაცო ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს მაგრამ აი რატო იფუჭებენ თავს როცა ცუც გიწერს ადამიანი და ერთი კარგი არა გაქვს ხო დაანებოთ ტყუილად იმას აშვება რა ქვია. ხო იტყუება და იმ დედასაც ანერვიულობს და თავის თავსაც შვენიერი კალია უბრალოდ ეს ხალხი ხო ყველაფერზე ღლიცინებს. აუ ხალხი გუშინ Facebook-ზე ამოვიგდო რაღაც ვიდეო ან თურქი იყო ან რომელიღაც არ ვიცი ნანგრევებში ყავდა შვილები ბავშვები მიწით რა იყო ეთყობა და შვილები ყავდა ნანგრევებში და არა მომიყვანოთო არ გადამარჩინოთო ჩემს შვილებს გოგოებს ხელი უკიდიებდია ჩემ ხელზეო და მინდა რომ ამათთან ერთად დავიმარხო და ხალხი კიდე რეებს წერს იწევლება და რაღაცებს წერს და არავის გამოცდები უსე ეგეთი რაღაცა და ჯერ ეგეთი დაწყებლა რა არის რატო უნდა დაწყებლო ადამიანი მივიდა მაგრამ მნიშვნელობა აქვს სადაურია და რომელი რელიგიისაა და რა საიდან რომ მოვიდა მაგას რა მნიშვნელობა აქვს სტამბოლში წინ დღეს მიწისძვრა იყო შიშისგან ვიღაც ბიჭის სახურავიდან გადმოხდა ვიღაც კაცი რა მშულება იყო ხომ მოკოდებოდა იქაც გადარჩა იმას დაიცა რა ქვია მანქანას გადმოხდა იმ მანქანიდან გაიქცა ჩუოლები გუშინდელ ვიდეოს სათაური არ აქვს. აიგო. ვერ მოვიფიქრე და მეწერა. მე? მე? Ormosesam ზევერთ არ წავიდეთ? წავიდეთ ჩვილონე ნელა. წავიდეთ. სად მივდივართ ნეტა? აგიო. პაკი-პუკი. წასვლა არ არის რომ გამორთა. შუაღამისას წავიდეთ. შუაღამისას საწავიდით? ხო, უნდა გავიგვაგათ და საყარელი. ხო. დამავიწყდა. მაგრამ რა აზრია ქვეყანა რა გავიყრია. წაიღეს იმ დღეს და ისევ ჩაყარეს ალბათ. ემის ყუთები რა ქვია? მუყაუსი. დაგანშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე. აბა აბა. კარგად იყავით? მაგრად იყავით? დავტენე ტელეფონს და აგიტვირთავთ მერე. აბა კარგად. ჩემ დაიტენა. ბაი ხალხო. აბა და აბა კარგად.
Bye. Hello, Goodbye. bye, bye, bye. Bye, bye, bye. Have a good night. კარგად იყავით.